რუსებმა იდეალური ევროპა მოიწყვეს. ჩვენ და გერმანიას ვინ მოგვერევა და მეკავშირე ოფიცერთა ოფისების გახსნის ცერემონია 2014 წლის 1 ოქტომბრისთვის დაგეგმეს. იქამდე კი 2013 წლის ზაფხულისთვის რუსები და გერმანელები ერთობლივ სწავლებასაც გეგმავენ. პირველს 1939 წლის შემდეგ, როდესაც ჯერ კიდევ იყოფდნენ ევროპას. მასშტაბი არ უნდა ყოფილიყო დიდი და სიმბოლური დატვირთვა კი იცოცხლე. ლენინგრადის ოლქში კამენკას პოლიგონზე უნდა ჩასულიყო 60 გერმანელი ეგერი, ანუ სამთო ქვეითი, 6 ჯავშანმანქანა ბოქსერით. ამ ჯავშანმანქანის ჩართვა რუსებმა საგანგებოდ მოითხოვეს. საქმეში გვინდა ეს ვნახოთ. ეს ის პერიოდია, როდესაც რუსებს იმდენი ფული აქვთ, როგორც ღორსტილი და ევროპულ სამხედრო მრეწველობას უყურებენ მუშტრის თვალით. უკვე გაფორმებული აქვს სხვათა შორის კონტრაქტი იტალიურ აივეკოსთან და მის ჯავშანმანქანებს უკვე კამაზის ქარხანაში აწარმოებენ. სავარაუდოდ ბოქსერსაც ასე დაადგეს თვალი, მაგრამ კონტრაქტამდე საქმე აღარ მისულა. 2013 წლის 13 თებერვალს რუსულმა საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსიმ გამოაქვეყნა რეპორტაჟი. დასავლეთის სამხედრო ოლქის მოტომსროლელებისა და ჯავშანტექნიკის დანაყოფები გერმანელ კოლეგებთან ერთად ჩაატარებენ წვრთნებს. ამოცანა იყო შეიარაღებული ბანდების ადგილმდებარეობის დადგენა და განადგურება. განადგურება ნიშნავს მტრის განადგურებას. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ეს საბრძოლო ენა მათთან არ იყო შეთანხმებული და არც გეგმა შეესაბამებოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური ბოდიში მოიხადა, თუმცა პოლიტიკური ზიანი გერმანიის მთავრობისთვის უკვე ძალიან დიდი იყო. მანევრები გაუქმდა. ეს მხოლოდ გადადება იყო 2014 წლისთვის. 2014 წელი, როგორც ვიცით, ყირიმის ანექსიით დაიწყო. კამენკა, მულინო და სხვა ყველაფერი ჩაირეცხა. ყირიმის ანექსიის შემდეგ უკვე შოლცის კაბინეტი სამხედრო თანამშრომლობის სრულ შეწყვეტას ბრძანებს. უკრაინაში არსებული ვითარების გათვალისწინებით ამჟამად არ არის გამორიცხული, რომ ზემოხსენებული საბრძოლო მომზადების ცენტრის, მობილური ოპერაციების ცენტრისა და მათთვის განკუთვნილი სათადარიგო ნაწილებისა და ტექნოლოგიების ექსპორტი საფრთხე შეუქმნის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. ოღონდ შპიგელის სტატიის მიხედვით, მთავრობას ახლა რაინმეტალი აუხირდა. შენი დაძალებული ხარჯი მიქნია 135 მილიონის აპარატურა მიწარმოებია და რას მიქვი ახლა გაყიდვას მიგრძალავ. კონცერნის არგუმენტი ასეთი იყო: სასწავლო ცენტრი არ შექმნის საფრთხეს მშვიდობისთვის, რადგან ის ომს არ აწარმოებს. იქვე მოჰყავდათ მეზობელი საფრანგეთის მაგალითი, სხვათა შორის, რომელიც ჯიუტად ჯერ კიდევ აგრძელებდა 2 მისტრალის ტიპის სადესანტო ხომალდის შენებას რუსეთის შეკვეთით. სიტყვა მოიტანა და პრეზიდენტმა ოლანდმა მხოლოდ 2015 წელს ბრძანა კონტრაქტის გაწყვეტა. გემები ეგვიპტეს მიყიდეს 400 მილიონზე მეტი ევრო იზარალეს. ფასი გადაიხადა გერმანიამაც. რაინმეტალმა საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ 2 სარჩელი შეიტანა სასამართლოში. ახლა შპიგელი წერს, რომ მალევე მხარეებმა გადაწყვიტეს საქმე ჩუმად დაესრულებინათ. ერთმანეთს იქით მაინც არ გვაქვს გზაო, მოილაპარაკეს ალბათო.